მიშეთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა. უნივერსიტეტში სულ 265 აკადემიური თანამდებობაა, თუმცა აქედან ვაკანტური ადგილი მხოლოდ 222-ია. დანარჩენ პოზიციებზე დანიშნულ პიროვნებებს ხელშეკრულებით საქმიანობის განხორციელების ვადა არ ამოწურვიათ. უმაღლეს სასწავლებელში აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსი სრული პროფესორებისთვის 6 წლით, ასოცირებული პროფესორებისთვის 5 წლით, ასისტენტ პროფესორებისთვის კი 4 წლით ცხადდება. სამწევრიანი კომისიის შემადგენლობისთვის ბოლოს გახდება ცნობილი საბუთების მიღება ვაკანტურ თანამდებობებზე 1-დან 14 აგვისტომდე მოხდება, კონკურსი კი 18-დან 26 აგვისტომდე ჩატარდება. შედეგები 30 აგვისტოს გახდება ცნობილი. მსგავსი კონკურსი უნივერსიტეტში უკვე მესამედ იმართება და მასში ადგილობრივებთან ერთად სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებსაც შეუძლია მონაწილეობის მიღება. კონკურსი უკვე გამოცხადებულია და საბუთების მიღება იწარმოებს 1 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით. 19-დან 25 აგვისტომდე იმუშავებენ საკონკურსო კომისიები, რომლებიც შეარჩევენ კანდიდატებს მათი მონაცემებისა და აქტივობის მიხედვით და 30 აგვისტოს უკვე ჩვენ გვეცოდინება საბოლოო შედეგი. კონკურსი ცხადდება ამ ეტაპზე 222 ვაკანტურ ადგილზე, სრული პროფესორისთვის 6 წლით, ასოცირებული პროფესორისთვის 5 წლით და ასისტენტ პროფესორისთვის 4 წლით.